საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ოფიციალურ შეხვედრებს მართა. სამუშაო დღე კუშნერმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. მასთან სასაუბროდ რამდენიმე პარტიის ლიდერი მივიდა. ირაკლი ალასანიამ, ნინო ბურჯანაძემ, თინა ხიდაშელმა, პეტრე მამრაძემ და გიორგი თარგამაძემ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ქვეყანაში არსებული ვითარება და პრობლემები გააცნეს. საუბარი შეეხო დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, საარჩევნო სისტემის, მედიის, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებს. ლიდერებმა ისიც აღნიშნეს, რომ შიდა პრობლემების გარდა მათთვის საინტერესოა კუშნერის აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს საფრანგეთი რუსეთს 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეასრულებითაც. მე ვაპირებ, რომ რეალური სურათი და ჩემი ხედვა მივაწოდო ბატონ კუშნერს, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე საგარეო პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს იმ არაადეკვატური ხელისუფლების გამო, რომელსაც ბატონი კუშნერიც ძალიან კარგად იცნობს. ვილაპარაკეთ ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე, ვილაპარაკეთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, ევროპა-რუსეთის ურთიერთობაზე. ძირითადად მინდა გითხრათ ასევე საქართველო-საფრანგეთის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი ნაწილი ასევე იქნება ადამიანური უფლებების დაცვა, პოლიტიკური უფლებების დაცვა, ჩვენი მოქალაქეების ამ კუთხით ძალიან დიდ აქტიურობას გეგმავს საფრანგეთი. საფრანგეთის საგარეო მინისტრს ბატონ კუშნერს აინტერესებდა ჩვენი ხედვა საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა მთავარ ასპექტზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩვენი მხრიდან, ჩვენს პროგრამაზე, აფხაზებთან, ჩვენს ოსებთან შერიგების პროგრამა, დობის, მეგობრობის აღდგენის პროგრამა გვაინტერესებდა, მოუყევით ჩვენ. ჩემთვის იყო გასაკვირი, სასიამოვნოდ გასაკვირი, რომ ბატონ კუშნერს უფრო მეტი კითხვები ჰქონდა საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ პოლიტპატიმრებზე. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ ოქტომბერში საფრანგეთის საელჩო ორგანიზებას გაუკეთებს ის შეხვედრას სწორედ პოლიტპატიმრების საკითხებთან დაკავშირებით. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის ოპოზიციისა და საზოგადოების წევრებს ამ წუთებში ხვდება. ევროპის სახლში ბერნარ კუშნერი არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაემართა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს. საზოგადოების კითხვები ძირითადად ოკუპაციას შეეხება. კუშნერი თავს იკავებს სიტყვა ოკუპაციის გამოყენებისაგან, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკების რეჟიმში უნდა გადავიდეს. როდესაც აქომი დაიწყო, მაშინვე ჩამოვედი ამ პროცესის შესაჩერებლად. ახლაც ჩემი მხრიდან ამ ომის შედეგებსა და მიზეზებზე საუბარი გაუმართლებელია. ეს ისტორიის საქმეა. ჩვენ გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და ხელი შევუშალეთ თბილისში ჯარის შემოსვლას. შევქმნით დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსეთი უნდა დაბრუნებოდა პირველ პოზიციას. ამ დოკუმენტის გარშემო ჟენევის ფორმატში ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ თემაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ. თქვენ კი უნდა მოითმინოთ და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებაზე იზრუნოთ. როგორც მინიმუმ ფრანგული დიპლომატია ჯერჯერობით თავს იკავებს ტერმინ ოკუპაციის გამოყენებისგან. ეს გასაგები გახდა მას შემდეგ, რაც მეორედ შესთავაზეს მინისტრს ოკუპაციისადმი თავის დამოკიდებულების გამოხატვა და მხოლოდ ძალიან შემოვლითი გზით თქვა, რომ დღევანდელი წონასწორობა არ იძლევა საშუალებას მოხდეს დეოკუპაცია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს გუშინ ღამით ესტუმრა. აეროპორტიდან ბერნარ კუშნერი პრეზიდენტის რეზიდენციისაკენ გაემართა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მას ვახშამზე უმასპინძლა. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა სტუმარს ახლად აშენებული მშვიდობის ხიდი დაათვალიერებინა. ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით და კუშნერის პატივსაცემად მშვიდობის ხიდზე გუშინ ფეერვერკიც გაუშვეს. ოფიციალური შეხვედრები კი საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დღეს დაიწყო. ოპოზიციის ლიდერებს ის უკვე ესაუბრა, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლებს კი ამ წუთებში ხვდება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან. ამის შემდეგ კუშნერი კავკასიის ფრანგულ სკოლას და საელჩოს მომავალ შენობას დაათვალიერებს. ბრწანისიდან დელეგაცია კოდაში დევნილთა ბანაკის დასათვალიერებლად გაემგზავრება. საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბარონესა კეტრინ ეშტონი ეწევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან. ეშტონი და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს ფორმალურად გახსნიან. საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება უკვე არსებულ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩაანაცვლებს. ახალი ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.
ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში დღეს კიდევ ერთი უცხოელი სტუმარი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ესტუმრება ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ იგეგმება ერთობლივი პრესკონფერენცია. ჟან ასელბორნის შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძეს შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იქნება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ბალავაძეს და საპარლამენტო უმცირესობას შეხვდნენ შეხვედრაზე ის რეფორმები განიხილეს, რომლებიც საქართველოს დეცენტრალიზაციის კუთხით გაატარა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე ადამიანის უფლებების დაცვას და თვითმმართველობის განვითარებას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რა რეფორმებიც გაატარა საქართველოს დეცენტრალიზაციის კუთხით, თვითმმართველობის განვითარების კუთხით. ამავდროულად საუბარი იყო იმაზე, სამომავლოდ რა გეგმები გვაქვს დეცენტრალიზაცია თვითმმართველობის გაძლიერებისათვის. ჩვენ მოახსენეთ ამ შემთხვევაში ჩვენი ხედვა. სტუმრები კმაყოფილები დარჩენ როგორც გატარებული რეფორმებით, ასევე იმ ღონისძიებებით, რაც გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლების რეფორმები განვიხილეთ. ასევე მიმსჯელეთ თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ქვეყნის კონსტიტუციას. განვიხილეთ და მიმსჯელეთ თუ რა არის საჭირო ორგანული კანონის დეცენტრალიზაციისათვის. ჩვენ საკმაოდ კარგი და გახსნილი დისკუსია გქონდა. ჩემი აზრით ეს შეხვედრა შედეგიანი იქნება. ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და გარკვეულ საკითხებში შეთანხმებას მივაღწიეთ. კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, საარჩევნო კოდექსის სრულყოფა, თვითმმართველობის განვითარება, მისთვის რეალური შინაარსის შეძენა, ეს არის სწორედ ის თემები, რის თაობაზეც ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი მუდმივ თვალყურს ადევნებს საქართველოში პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობას თუ კანონების ცვლილებებს. მაგისტრალური გაზსადენის საკითხს ბრიტანული ტელეკომპანია BBC ეხმაურება. პუბლიკაცია ამ სათაურით გამოქვეყნდა. დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად საქართველო და რუსეთი ბიზნესს ერთად აწარმოებენ. სტატიის ავტორი მაგისტრალის გასხვესებასთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებზე წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთის გაზის მონოპოლია გაზპრომი იმ ერთადერთ პოტენციურ ინვესტორად არის მიჩნეული, რომელიც დაინტერესებულია და შეუძლია ამ მილსადენის მნიშვნელოვანი წილის შეძენა. ჟურნალისტი პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ლიბერალურ ეკონომიკას იხსენებს და ამბობს, რომ საქართველოში რუსი ინვესტორები ახლაც მოღვაწეობენ. როზნოვი აღნიშნავს, რომ გაზპრომისათვის მილსადენის მიყიდვის საკითხი აქტუალური 5 წლის წინაც იყო, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თბილისმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად თბილისს მილსადენის მოდერნიზებისათვის ფული მისცეს და საქართველოს სანაცვლოდ პირობა დადო, რომ მილსადენს არ გაყიდდა. ამ ხელშეკრულებას ვადა 2011 წლის აპრილში ეწურება. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია და საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელ ხვიტის წყალი რამდენიმე წელია არ მიეწოდება ადგილობრივების პრობლემა. ქართული დასის ლიდერმა 2 დღის წინ პარლამენტის რიგ გარეშე სხდომაზე წარადგინა. ხვიტელების მონახულება სწორედ მაშინ გადაწყდა. შოთა მალაშხიამ აღნიშნა, რომ სოფელს წყალმომარაგებისათვის გარკვეული თანხები სჭირდება, თუმცა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეში ყველა პრობლემა მოგვარდება. არის ეს პრობლემა, რომელიც პროექტი ეხლა სულ დაიწყო, 6 თვე ჭირდება ამას ეხლა. აქამდე რომ უნდა დაწყებული იყო ეს საკითხი, მაგრამ ეხლა გამოსავალი არის ერთადერთი გუბერნატორის ფხადა მარიფათი, რომ როგორმე აწარმოოს მოლაპარაკება ცხინვალთან, რომ რაღაც უახლოეს დღეებში ამ ადამიანმა წყალი მიიღო, რომ საერთოდ მოსავლის გარეშე არ დარჩენ. მაგრამ არის ასევე დაუყოვნელი მისაღები გადაწყვეტილება, რომ ყველა თითოეულ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფელში და მიიღოს უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისი, ეს არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და ის მაპატიად გამოთქვი, მაგრამ მათხოვრული 35 ლარიანი შემწეობა. პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ალტერნატიული წყლის მომარაგება, რომელიც წელს არ მოესწრება. ამას ჭირდება სადღაც 2-3 მილიონამდე ლარი. ეს პროექტი უკვე შედგენილია, გადაცემულია მსოფლიო ბანკისთვის და ამის დაფინანსებაც დაიწყება. კაპიტალურად ამის გაკეთებასთვის დახარჯული არის უკვე 7 მილიონი იმ კაშხალისთვის, რომელიც გაკეთდა და აი ეს წყალი უნდა დაიქაჩოს უკვე ამ 4 სოფლის მიმართულებით. არწყავი წყალი არ მოდის და არაფერი არ აქვს ფაქტიურად სოფელს. პირველ ომიდან არის ეს პრობლემა, მაგრამ აქამდე გამოუშვებდნენ, დაწყვეტავდნენ ოსები. წელიწადში ერთხელ მაინც არწყავდით და ეხლა ომის მერე საერთოდ არ არის წყალი. მინდვრები გვაქვს მიტოვებული. ვერ გადავდივართ. წყალი არ აქვს. მინდორში საქონელი რო გაგვიდის საბალოხოთა, რო დაცხება დაგვდებენ მერე ჩვენა, კაცო.